საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა და 7 მილიარდ დოლარს აღწევს. ეროვნულმა ბანკმა მაისში რეზერვები 531 მილიონი დოლარით შეავსო. იანვარ-მაისში კი ინტერვენციის მოცულობამ მილიარდ 460 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის 100%-იან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს. რეზერვების ზრდას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატებამ, ოქროს გაძვირებამ, დოლარიზაციის შემცირებამ და ეროვნული ბანკის შესყიდვებმა. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე და როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, სავალუტო რეზერვებს პერმანენტულად ავსებენ. მიკრობანკების სადეპოზიტო პორტფელი 51 მილიონ ლარს გადასცდა. წლის დასაწყისიდან ანაბრების მოცულობა 41%-ითაა გაზრდილი. 2026 წლის იანვრის მონაცემებით კი მისოებში 36 მილიონი ლარის დეპოზიტები იყო განთავსებული. რაც შეეხება წმინდა მოგებას, მიკრობანკების წმინდა მოგება 8.7 მილიონი ლარს აღწევს. მაჩვენებლებით კრისტალი ლიდერობს, რომლის წმინდა მოგებაც 7 მილიონია, ხოლო MBC-ის წმინდა მოგება 1.6 მილიონი ლარს შეადგენს. ბაზარზე ამ დროისთვის 2 მიკრობანკი ოპერირებს. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა ოფიციალურად დაიწყო. პროექტში დამატებით 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი პასუხობს იმ მზარდ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართ არსებობს. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. პირველ ეტაპზე პროექტში 93 მილიონი დოლარი ჩაიდო და 360 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მეორე ფაზის ფარგლებში კი დამატებით 50 ადამიანი დასაქმდება. პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ კომპანია Face Group-თან 25 მილიონი დოლარის ახალი სასესხო შეთანხმება გააფორმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფოთის პორტის გაფართოება და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 1000 კვადრატული მეტრით ფართოვდება. ტავ-ჯორჯიას პროექტით ახალი საოპერაციო და ადმინისტრაციული სივრცეების დამატება აეროპორტის გამტარუნარიანობას ჯამში 22-დან 25%-მდე გაზრდის. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიზნად მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურებას ისახავს. აეროპორტის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საავიაციო სეზონის გეგმებსა და ფრენების განახლებულ განრიგს. აღინიშნა, რომ მიმდინარე სეზონს ბათუმის აეროპორტი სრული მზაობით ხვდება. აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტმა 2025 წელს 1.230.000 მგზავრს უმასპინძლა, რაც წლიურად 29%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-მაისს, საქართველოში მთლიანობაში განხორციელებული რეისების რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი. სუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადიდან მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში 129 მილიონი ლარი შევიდა. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 მილიონი ლარით, ანუ 15%-ით არის გაზრდილი. გასული წლის 5 თვეში ბიუჯეტში აქციზიდან მიღებული შემოსავალი 111 მილიონ ლარს შეადგენდა. ცნობისთვის 2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილების აქციზი გაძვირდა. აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბ სანტიმეტრზე ლარ-ნახევრის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის 4 ლარ-ნახევრით.
მეზღვაურების მომზადებაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლი იზრდება. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მომავალი მეზღვაურები პროფესიულ უნარებს სპეციალური სიმულატორებისა და სასწავლო აღჭურვილობის დახმარებით ეუფლებიან, რაც მათ რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მომზადების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით საზღვაო სფერო საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაქმების მიმართულებაა, ხოლო კვალიფიციური კადრების მომზადება დარგის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.